ბაქო ახალქალაქი ყარცის რკინიგზა იყო სტამბულში გამართული კასპიის ფორუმის მთავარი თემა. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა და რკინიგზის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის, ტრანსპორტირების და უსაფრთხოების საკითხები. კასპიის ფორუმი 2013-ის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა რეგიონში არსებული პროექტების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ფორუმის ორგანიზატორების აზრით, მომავალში საქართველოს ფორუმში ჩართვა უფრო წარმომადგენლობითი უნდა გახდეს. Hazar forumunun özelliği კასპიის ფორუმი ერთგვარად კასპიის დაოსია. ამ ფორუმის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ქვეყნების განვითარებაზე და პერსპექტივებზე მსჯელობაა. ფორუმში მონაწილეობას იღებს არა მარტო კასპიის ზღვისპირა ქვეყნები, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია კასპიის რეგიონში არსებულ პროექტებთან, ასევე სხვა მეზობელი ქვეყნები. საქართველოს მონაწილეობა კასპიის ფორუმზე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ვისურვებდი, რომ ეს მონაწილეობა უფრო ფართომასშტაბიანი იყოს, რადგან საქართველოს რეგიონში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილეა. მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს არის ფორუმი, ეს არის საშუალება, რომ შეხვდე შენს დღევანდელ პარტნიორებს, მე ვგულისხმობ საქართველოს ქვეყნის პარტნიორებს, შენს შესაძლო მომავალ პარტნიორებს, გაუზიარო მათ აზრები, შეხედულებები მომავალზე. კონკრეტულად აქ საუბარია კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ევროპაში და მსოფლიოს ბაზრებზე, სადაც საქართველოს აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან ჩვენს ქვეყანას თავად არ გააჩნია მნიშვნელოვანი ჰიდროკარბონატული რესურსები, ის რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საერთაშორისო ბაზარს და პარტნიორ ქვეყნებს, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და ყველაზე ეფექტური სატრანზიტო გზა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ.